ხალვა მამუკაშვილი აქტიურობდა იქ რაგში. შერბანი ათამაშებს მორკინალებს, ამჯერად ბურთი ზიკომმა მიიღო. ფეხზე დგას ის მოლი ჩამოყალიბდა. იმ შემთხვევაში თუ აქედან ბურთი არ გავა, შეიძლება რომ ბორჯღაოსნების შერკინება იყოს. არა, გადავიდა თამაში რაგში. ისევ შერბანი გაიტანა კუშნაროვზე, კუშნაროვის სრუმოძრაობა, ფეხი თამაშობს, დაფარება ძალიან ცოტა და ლევო. მეორე ლევო ბორჯღაოსნების. სუცკირიძე, ახლავთ ლევოს ავტორი ამ ეპიზოდში. 15-3. კუშნაროვის ძალიან ცუდი გადაწყვეტილება, არც თუ ისე კარგი გადაცემა მიიღო მან შერბანისგან, ესეც აუცილებლად უნდა ვთქვათ, მაგრამ მანაც ზედმეტად გარისკა, როდესაც სრუმოძრაობის გაკეთება გადაწყვიტა. 2 ლევო 0-ის წინააღმდეგ, ანგარიშია 15-3. ძალიან კარგად დაიწყო შეხვედრის მეორე ნახევარი ქართველებისთვის, სოსო მათიაშვილი შეასრულებს გარდასახვას. გიორგი ცუცკირიძის მე-18 კეპია ეს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში და მესამე ლელო ძალიან მაღალი დონის მესამე ხაზელი გახლავთ ახალგაზრდა ქართველი საფრანგეთის პროდეორში რანგით მეორე დივიზიონში ბრიუში თამაშობს ის ძირითად შემადგენლობაში არის მუდმივად და გუნდის ერთ-ერთი ლიდერიც არის გარდა იმისა, რომ შეტევაში გამორჩეულად კარგად თამაშობს, არის უჩვეულოდ სწრაფი მესამე ხაზელისთვის, ასევე დაცვაში არის საუკეთესო, არა მარტო ბრიუში ზოგადად ერთ-ერთი საუკეთესოა ამ კომპონენტში ბოჭვაზე აკეთებს ხოლმე, როდესაც მეტოქის შეტევაა და სოსო მათიაშვილი ემზადება დარტყმის შესასრულებლად. 46 წუთი, ანგარიშია 15-3 საქართველოს ამარცხებს რუსეთს. მათიაშვილის დარტყმა სამწუხაროდ არაზუსტია, 12 ქულიანი სხვაობა ნარჩუნდება.